მერტმა დაგუცოთ გაგაძლიეროთ გაგახაროთ სულიერი წინსვლა ყოველგვარი სიკეთე მინდა უსურო ამ ოჯახს რომელსაც ლოცავთ და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ჩემბრევს მათ შორის რა თქმა უნდა ქრისტეში ყველანი დაჯილდოებული ვართ უამრავი ნიჭით პირველ რიგში რა თქმა უნდა 7 ნიჭით სულიწმინდისა რომელიც მავალებს 9 ნაყოფის გამოგებას ქრისტეში ამავე დროს დაჯილდოებული ვართ რა ამ ნიჭებით აუცილებლად ვალდებულებიც ვართ და დავალებულნი ვართ რომ 9 ნაყოფი ანუ ხატება გადავაქციოთ მსგავსებად და 9 ნაყოფი სულიწმინდის გამოვიყოთ რა თქმა უნდა ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენ უნდა ჭეშმარიტება შევიმეცნოთ და ჭეშმარიტების შემეცნების პროცესში აუცილებლად განთავისუფლების პროცესი თანდათანობითი ესეც განთავისუფლების მდგომარეობა მოდის პარალელურად ჩვენ მიწაზე ვცხოვრობთ პოსტსაბჭოთა სივრცეში სადაც თითქოს გარეგნულად უამრავი გაჭირვება უამრავი არასტაბილურობა კრიზისი დეფორმირებული ურთიერთობები როგორც ზესასთან ასე სოციუმთან ასე საკუთარ თავთან მაგრამ ყველაზე უფრო მეტად შინაგანი დეფორმაცია შინაგანი შემოჭილობა შინაგანი გზის შეკრულება შინაგანი ასე ვთქვათ გაუმართავობა მსოფლმხედველობისა მსოფლშეგრძნების ახასიათებს პოსტსაბჭოთა ხალხს ესენი რომლებიც ცოტა ახალი თაობა კიდევ უფრო სხვა ასე ვთქვათ შინაგანი თუ გარეგანი პრობლემებით გამოირჩევიან მაგრამ ძირითადად მაინც ისინი ვინც ჯერ კიდევ აი წითელ ეგვიპტეს მოესწრენ და ვინც თითქოს უმნიშვნელო შეხედავ დღეს იმასთან შედარებით რაც მაშინ იყო თითქოს უმნიშვნელო გარეგანი პრობლემები აქვს თან უმნიშვნელო ვთქვათ რუტინა აქვს დიდად არ დატვირთული ამის მიუხედავად მაინც შინაგანი გადაფორმატების პროცესში არიან ძალიან ძნელია ძველი მსოფლმხედველობიდან ძველი არქაული გახევებული დეფორმირებული აბერირებული მსოფლმხედველობიდან ახალ ჭეშმარიტ განახლების პროცესს ეზიარო ღვთისგარეშე ეს შეუძლებელია თუ ეკლესიური არ არის ადამიანი ოჯახი და ვლოცავ ამ ოჯახს რომელიც ეკლესიურია და უნდა დაალოცინოს თავი და აუცილებლად უნდა ღვთისხალობით მოიქცეს და მივიდეს ქრისტესთან და თავისუფლება მიიღოს ჭეშმარიტების შემეცნების შედეგად თუ კი უნდა რომ განთავისუფლდეს და თვალები აეხილოს ადამიანს და მით უმეტეს როგორც აღნიშნე აი ამ ჩვენი დროისა და სივრცის პოსტსაბჭოთა კონტინუუმში აუცილებელია და საჭიროა შეიცნოს ღვთის სიდიადე ღვთის უცილობელი აბსოლუტური ჭეშმარიტებები რომლებიც როგორც სახელმძღვანელო როგორც რუქა როგორც სულიერი განვითარების გზა ჭეშმარიტება და სიცოცხლე გამოგვიცხადა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ რწმენის თვალები რწმენით აღსვილი სმენა რწმენით აღსვილი მეტყველება რწმენით აღსვილი მხედველობა ყველა სხვა შეგრძნება დაწყებული ყნოსვითან თუ დამთავრებული შეხების შეგრძნებით ანუ ხუთივე გზნობა და კიდევ ბევრი სხვა გზნობა რომლებიც მეტაფიზიკურად ჩადებულია ადამიანში აი ამისათვის მოგვიწოდა უფალმა რომ ჩვენ ჭეშმარიტება ყველა ჩვენი შეგრძნებით შევიმეცნოთ კიდევ და კიდევ შეეცდება ეს რეალობა დემონური გავლენების შედეგად შეეცდება ეს რეალობა სულ შეგვახსენოს სად ვიმყოფებით არასდროს არ უნდა დაგვეცეს როგორც კი ვარდებით ეიფორიაში და რაცა ხელოვნური ტრანკვილიზაცია ხდება ჩვენი ცნობიერებისა და გავიწყდება სად ახარ მომენტალურად შეგახსენებს ეს რეალობა პოსტსაბჭოთა ვთქვათ მიწიერი რეალობა მომენტალურად შეგახსენებს რომ არ მიიძინოს სულიერად ესეც დაშვებული აქვს ისაგან და ამაზეც მალდობა უფალს სად ახარ სად იმყოფები რა გარემოში იმყოფები ვის და რასთან და ვისთან გაქვს საქმე ეს რეალობა სულ შეგახსენებს იმიტომ რომ იცოდე და გახსოვდეს რომ შენ აღებული ხარ ამასოფლიდან შეგახსენებს არ ვიცი რა ვთქვათ სოციუმის მხრიდან თუ მეშვეობით თუ მოვლენების სადაც გარეგნული თუ შინაგანი პრობლემების მეშვეობით თუ გარეგნული კრიზისისა თუ ეკონომიკური თუ ემოციონალური თუ სულიერი პრობლემებით შეგახსენებს სად იმყოფები არ დაგავიწყდეს შენი შინაგანი ნაკლოვანება არ დაგავიწყდეს შენი ცოდები რომ მოსანანიებელი გაქვს შეგახსენებს
მაგრამ ეს შეხსენება დაკომპლექსებასა და შინაგან დაბეჭდავება გაღატაკებაში არ უნდა გადავიდეს, ეს უნდა გადავიდეს შინაგან დამდაბლებაში, რომელიც სულიერად აგვამაღლებს და განგვამდიდრებს ჩვენ. რა თქმა უნდა, უამრავი ნაკლი გვაქვს, მაგრამ ეს არნიშნავს იმას, რომ ჩვენსა და უფალს შორის განხეთქილება მოხდეს და ჩაიკეტოს გზა და კონფლიქტი მოხდეს ჩვენსა და ზეცის ნებასთან შორის. ნუ იქნება ესე. იყავ ნება შენი, ანუ უფალს ვეუბნებით, ვითარცაც სათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. ამიტომ ბუზღუნი, წუწუნი, რომელიც ხშირად გვახასიათებს ხოლმე, აქ არ შეიძლება და დაუშვებელია. დრტვინვა, სტუნებები იქნება, რა თქმა უნდა, მაგრამ დრტვინვა, წუწუნი და ბუზღუნი და თავბედის სხევლა ვერაფერ შედეგს ვერ გამოიღებს. ეს უფრო დაამძიმებს ჩვენ მდგომარეობას, ჯვარი წერია, ხო? ვიდრე შეამსუბუქებს. პირიქით, მედგარი იმედიანი სასოებითი ანალიზი და სინთეზი ჩვენი მდგომარეობისა. რწმენა, სარწმუნოება, სასოება, რომ განხთობილი იმედი და სიყვარული წამოგვაყენებს ყველა წაქცეული მდგომარეობიდან. სტუნებები იქნება, რა თქმა უნდა, სტუნებებს ეს სოფელი, რომლიდანაც ჩვენ აღებული ვართ, ყოველთვის გვაგებებს შემხედრი ნაკადივით, რომლის ამას სოფლის საწინააღმდეგო, დინების საწინააღმდეგო ნაკადით მივცურავთ ჩვენ და ყოველთვის გვაგებებს ამ ვთქვათ სტუნებებს, მაგრამ ქრისტიანი რა ქრისტიანია, თუ იგი წინა რა უდგა ამ სტუნებებს, ხო? ქრისტეს სახელით მედგრად და აღუდგეს წინ და ძალას აძლევს უფალი, როცა მართალი მზერით, მართალი ოპტიკით იყურება ადამიანი და ყველა მის პრობლემას ქრისტე იესოს შეავედრებს და რწმენაზე დააფუძნებს, რწმენის სრულყოფილებაზე, მართლმადიდებელი სარწმუნოებისა დააფუძნებს თავის იმედსა და თავის მსოფლმხედველობის მსოფშეგრძნებას ამ ქვაკუთხედზე და ამაზე დაფუძნებული ისეთ განს მოიპოვებს, რომ იგი აღარასოდეს აღარ გაღატაკდება, ისეთ ძალასა და იმუნიტეტს შეიძენს, რომ იგი ყველა დარგოლებას გადადახავს და სიცოცხლით აღივსება, რასაც ამოჯახსა და თქვენ ყველას გისურვებთ. ხო ხედავთ, რომ ჩვენ და ვზნობთ იმას, რომ ქრისტე გვხედავს და გვიყურებს და ზნობს ყველა ჩვენს პრობლემას, იცის უბრალოდ ყველაფერი. მაგრამ ჩვენ ამავე დროს ხედავს რა ვებრალებით, ვეცოდებით, თანა გვიძღვის ჩვენ ამ სოფელში მისი კურთხევით ჩვენ ანგელოზიც ხო გვყავს მონათულ ადამიანებს მონიჭებული, ყოველწლიურად ღვთისმშობელი გვაკურთხებს და ასე შემდეგ მთელი ზეციური იერარქია ვითხოვდი. მაგრამ ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უფალს უყავართ, მაგრამ ამავე დროს პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს და სრულყოფილებისაკენ მოგვიწოდებს. იყვენით სრულ, ვითარცა მამაი თქვენი, ზეცათაი სრულ არს გახსოვთ, ხო? რა თქმა უნდა, ქრისტეს სისავსის ასაკის მიღწევა, როგორც პავლე მოციქულიძეს, ქრისტეს სისავსის სრული ასაკის მიღწევა ეს ერთ დღეში არ ხდება და საკმაოდ ძნელია და ამას დიდი დრო უნდა და ეს აბი არ არის, როგორც მინდა მამები ამოვენ, ხო? რაღაც ხილი რო შეჭამო და უეცებ ყველაფერი კარგად იყოს და ყველაფერი ისე იყოს, როგორც შეგვიძლია. რა თქმა უნდა, უფალთან შეხვედრა ეს არის დიდი სწავლის პროცესის შედეგი. დიდი სწავლა მოყვება ამას, დიდი თვალების ახილვა მოყვება ამას. და როდესაც უკვე დაინახავს უფალს ქრისტეს საკუთარ თავში და ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს ამას გააცნობიერებს და იტყვის რამე თუ შვენი შენ და ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, ხომ? უფალს შეშვენის. და სიდიადეს ღვთისას დაინახავს, ემანუელის სიდიადეს ქრისტეს. ამით უკვე აღდგენილი ადამიანი სულ სხვა მდგომარეობა, სულ სხვა სულიერ ნაკადში იმყოფება, სულ სხვა სულიერ მენტალურ მეტაფიზიკურ ნაკადში იმყოფება და იგი სულ სხვანაირად მართლობის, ქრისტეს განგებულების, ქრისტეს მასზე მზრუნველობის ციკლონის ცენტრში აღმოჩნდება. და წარმოუდგენელი სულიერი სიმდიდრეები ენიჭება მას. პირველ რიგში უხილავი ჯილდოები ენიჭება. თავარი ხილული ბონუსები კი არ არის, ასაც ბევრი მიაქვს და ვერც ხილულს იღებს ზოგჯერ და უხილავზე აღარ არის ლაპარაკი. თავარი უხილავი წყალობაა, რომელიც ამა თუ იმ ფორმით მიეცემა ადამიანს, ზოგჯერ ხილულად, ზოგჯერ უხილავად, მაგრამ ის უხილავი წყალობა ხილულსაც იწვევს. პური ჩვენი არსობისას ფორმატში რაც შედის, მარტო ბიოლოგიური პური არ იგულისხმება, რა თქმა უნდა, იცით. ამიტომ და სულ სხვა სიმდიდრე და სულიერი მასშტაბები და სულიერი, ასე ვთქვათ, შესაძლებლობები და რესურსები იხსნება ადამიანისა და წინაშე და მისი, ასე ვთქვათ, მადლი იმდენი ეძლევა, რომ ნაპირებიდან გადმოდის ადამიანის ცხოვრების ნაპირებიდან გადმოდის ეს მადლი, მდინარეთ მოდის და დიდი, ასე ვთქვათ,
კულტურა უნდა კიდევ ამ მადლის დატევას და შეხვედრას. ეს კიდევ ცალკე ამას სწავლა უნდა და ამასაც უსურვებ ყველას. ამიტომ მოდით ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ჩვენ ვართ ის ადამიანები, ჩვენ ვართ ის ყველა ცალ-ცალკე და ერთადერთები და განუმეორებლები ღვთის წინაშე, რომელიც ასე დიდ ზრუნველობას გვივლენს ჩვენ და მოქმედებს ჩვენს გულში, ჩვენს გონებაში, ჩვენს სულში, სამშობლოში და სხეულში, მთელ ადამიანურ ჩვენს შემადგენლობაში. ამიტომ მოდით დავტოვოთ ძველი ცხოვრება და შევუდგეთ ქრისტეს, დავტოვოთ ძველი კაცი, რათა იგი გაზავდეს, გაქრეს და ახალი კაცი, ახალი ადამიანი, ქრისტეს ახალი ადამის მსგავსი დაიბადოს ჩვენში ღვთის სიტყვის ძალით, იმ კოსმიური ლოგოსის ძალით, ღვთის ქრისტეს ძალით, რომელიც გვასწავლის, წაგვიძღვება და ღვთისნებას გვასწავლის და განგვახორციელებინებს. რადგან ვამბობთ, რომ როგორც ლოცვაში არის ნათქვამი, როგორც არის ნათქვამი მომავალში ხომ იყავ ნებაშენი, მითაც ცათაშინი, ეგრეცე ქვეყანაზე ზედად. ანუ შემიყვანებ ჩვენგან სასწელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისა. ყველა თქვენთაგანი ეს ოჯახი, ყველა ჩვენი მრევლი, ხილული თუ ხილავი მტრებისაგან დაგვიცას უფალება და გზა დაგვიხსნას ღვთის საიდებლად, სული საცხოვრებლად. ამინ.